ფესტივალზე ვისაუბროთ. სატელეფონო ხაზია ნიკა ნიკვაშვილი, პიანისტი. მოგესალმებით ბატონო ნიკა. მოგესალმებით, დიდი მადლობა მადლობა ჩართვისთვის. მოგესალმებით თქვენს მსმენელს. ბატონო ნიკა, წელს ფესტივალი გაიხსნება 28 ივნისს ქალაქ სიღნაღში და სანამ კონკრეტულად ფესტივალზე ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, მიზანზე, მონაწილეებზე, ნაწარმოებებზე. მოდით ამ ფესტივალის ისტორია გავიხსენოთ. დიახ, სიამოვნებით უკვე 4 წელიწადი არის, რაც ეს ფესტივალი არსებობს, ეს 2021 წელს დააარსა და მას შემდეგ უწყვეტად მიმდინარეობს ეს ფესტივალი. ფესტივალი არის საერთაშორისო, მასში მონაწილეობას წლების განმავლობაში იღებენ და მიიღეს არაერთმა საინტერესო მუსიკოსმა. მაგალითად შარშან განვახორციელეთ პირველად საქართველოში ოპერა მედეა კერუბინის, რომელიც არასდროს არ შესრულებულა და აქ იყვნენ ჩართული პროექტში მაგალითად ნორვეგიიდან იყო მთავარი დირიჟორი, იტალიიდან იყვნენ სოლისტები, იანო ალიბეგაშვილი სოპრანო გახდათ ცხინვალე მედეას მთავარ როლში და ასე ვთქვათ ძალიან თავისი მნიშვნელობით იყო საინტერესო ეს წარმოდგენა. წინა წლებშიც ფრანგი კომპოზიტორები მაგალითად წელსაც ფრანგი მომღერალი იქნება ჩემთან ერთად ბათუმში 2 ივლისს. ხოლო მანამდე რაც ყველაზე ესეთი ჩემთვის მნიშვნელოვანი არის, მინდა გითხრათ, რომ ამ ფესტივალის ფარგლებში მოხდება ბატონი ბიძინა კვერნაძის ბიუსტის გახსნა. სიღნაღში. მის მშობლიურ ქალაქში, სადაც დაიბადა ბიძინა და გაიზარდა, იზრდებოდა, ის პატარა იყო, როდესაც უკვე მე გადმოვიდა თბილისში და სკოლა ინტერნეტში განაგრძო მას სწავლა. და აი მის მშობლიურ მხარეში იყო ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის იმას, რომ ეს ბიუსტი გახსნილიყო, რომელიც წლების წინ შეასრულა და გააკეთა მოქანდაკე მერაბიშვილმა. ბრწყინვალე ნამუშევარი არის, როდესაც იხილავთ დამეთანხმები თამაში, როგორც ნამუშევარი არის სრულიად არაჩვეულებრივი და აქვე მინდა ვუთხრა ძალიან დიდი მადლობა კულტურის სამინისტროს, რომ არა მათი საოცარი მხარდაჭერა და გვერდში დგომა ეს პროექტი რა თქმა უნდა არ განხორციელდებოდა. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, რომელიც საოცარი მონდომებით არის ჩართული და არ არიშურებს არაფერს იმისთვის, რომ ეს ღონისძიება გამოვიდეს იმ დონის, რომელსაც იმსახურებს კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე. რასაკვირველია ფესტივალი და ასე ვთქვათ, ამ წლევანდელი წლის მთავარ მოქმედებად მე ვფიქრობ და მთავარ ეტაპად მაინც ვფიქრობ, რომ არის ეს დღე 28 ივნისი ქალაქ სიღნაღში, ცენტრალურ მოედანზე, სკვერში, სადაც გაიხსნება ბიძინა კვერნაძის ქანდაკება, ხოლო შემდეგ ბიუსტი და შემდეგ ამას მოყვება უკვე კონცერტი, იმიტომ რომ შეუძლებელი არის იყოს გახსნა ბიუსტის მისი და არ გაჟღერდეს მუსიკა, რომელიც ძალიან საყვარელია და ყველასთვის ძალიან ახლობელი არის. ხო, ეს არის რაღაც საქართველოს განუყოფელი ნაწილი კულტურის, მუსიკალური კულტურის და მაქვს ბედნიერება, რომ 1 საათიანი პროგრამა წარმოადგინო, სადაც იქნება ბიძინა კვერნაძის უკვდავი მუსიკა შესრულდება. ბატონო, და რა შეეხება მონაწილეებს, ანუ მათაც რომ გითხრათ და საინტერესოა უცხოელი სტუმრები. ჩემთან ერთად იქნება ორკესტრი, იქნება ბენდი, საკმაოდ ისეთი მასშტაბური შემადგენლობით, გუნდი, მეკო ქავთარაძის ხელმძღვანელობით, რომელიც ბოლო პერიოდში ჩემთან ერთად გამოდის რაღაც გარკვეულ პროექტებში და გვაქვს ერთობლივი ესეთი თანამშრომლობა, რომელიც მე ძალიან მახარებს და ძალიან მომწონს და მინდა მათ აქვე ვუთხრა მადლობა. ასევე სოლისტები, არ დავკონკრეტები, რომ ვინმე არ გამომრჩეს, მე უხერხულად ვიგრძნობ თავს, მაგრამ ის ადამიანები, ვინც ბიძინა კვერნაძის მუსიკას ასრულებენ და ის არ არის ადვილი შესასრულებლად რაღაც სხვა სიფაქიზე, სხვა გემოვნებას, სხვა ესთეტიკას ითხოვს თვითონ ბიძინას მუსიკა და რასაკვირველია, ყველა ეს ადამიანი, რომელიც ბრწყინვალედ ასრულებს
ამ მუსიკას იქნება ამ საღამოში მიიღებენ მონაწილეობას. კი ბატონო და რაც შეეხება ამ ფესტივალს, როგორც თქვენ თქვით 4 წლიანი ისტორია აქვს და წლევანდელი რით იქნება განსხვავებული? დიახ, განსხვავებული იმითი არის, რომ ფესტივალის ფარგლებში ბიუსტი ჯერ ნამდვილად არასდროს არ გვიხსნია და არც გამიგია სხვათა შორის ეს რაღაც ისე მოხდა, რომ დაემთხვა და აი ამ ფარგლებში მოხდა ბიუსტის გახსნა და ეს არის ძალიან ჩემთვის გასახარი და ძალიან მნიშვნელოვანი. ხოლო რაც შეეხება განაჩენ კონცერტებს და საღამოებს, მეორე დღეს იქნება ნიკა ტულუკიძე წარუდგება მსმენელს და ის მოყვება იმ ისტორიებს, რომელიც სიღნაღთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ ამ ერთი პატარა მხარეს, რომელიც არის რასაკვირველი არა ესეთი მასშტაბური, მაგრამ საოცრად დიდი ხელოვანები ყავს ამ მხარეს და აქედან არიან წარმოშობით. მე არ ჩამოყვები, მათი სია ძალიან დიდია დაწყებული ფიროსმანი და ვანო სარაჯიშვილი და არაერთი დიდი წარმომადგენელი ყავს ამ მხარეს და სანდრო ახმეტელი მაგალითად და სწორედ აი თეატრის, მუსიკის როლზე ისაუბრებს და მოყვება ძალიან საინტერესო ლექციას, რომელიც 29-ში იქვე სიღნაღში გაიმართება. შემდეგ ჩვენ უკვე გადავინაცვლებთ ბათუმში. მინდა უთხრა ბათუმის მერიას განსაკუთრებული მადლობა, რომელიც წლების განმავლობაში ფესტივალს გვერდში უდგას. ჩვენ ვართ უკვე პარტნიორები ამდენი წლის განმავლობაში და არაერთი საინტერესო ღონისძიება გვაქვს განხორციელებული ერთად. საფრანგეთიდან მყავს სტუმარი, არაჩვეულებრივი მომღერალი ოღელია მეი, რომელიც არის ესეთი ფრანგული შანსონის შემსრულებელი და ჩვენ გვაქვს საკმაოდ მრავალწლიანი ესეთი შემოქმედებითი ურთიერთობა. ჯერ კიდევ პარიზის პერიოდში ჩვენ არაერთი საერთო კონცერტი ჩაგვიტარებია და ის არის ძალიან კარგი შემსრულებელი და კარგი ადპიროვნება და მე მაქვს ბედნიერება მისი მოწვევის და მასთან ერთად იქნება კიდე ჩვენი ქართველი შემსრულებლები, მე საერთოდ ძალიან მომხრება კოლაბორაციები, იმიტომ რომ იმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის საერთოდ მუსიკაში, არ უნდა ვიყოთ ჩვენ შემოფარგლულები, მხოლოდ თქვა რაღაცა ერთი ეროვნების წარმომადგენლები. მე მიყვარს, როდესაც არის სინთეზი, როდესაც ჩვენი შემსრულებლები, ევროპელები ერთად ქმნიან, ერთად აკეთებენ, ერთად ხდება ეს ყველაფერი. ეს არის ძალიან საინტერესო და კიდევ უფრო რაღაც მეტ მრავალფეროვნებას ძენს მაგალითად კონცერტს. და აქ სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ერთი ნაწილი საერთოდ მთლიანად არის ჩემი კონცერტი, იმიტომ რომ ეს ის კონცერტი არის, რომელიც ცოტა ხნის წინ მე ევროტურნეში ვიყავი და დავიწყე პოლონეთში კონცერტებს. ეს ბალტიკა ფილარმონიასთან ერთად მქონდა კონცერტი მან. ეს არის წინვალე ორკესტრი შოპენის სახელობის და მე მანდ მქონდა სოლო კონცერტი გაკეთებული. ეს გახლდათ პროგრამა, რომელიც გულისხმობს ბაროკოდან თანამედროვე მუსიკას. ფაქტიურად ეს არის მუსიკაში მოგზაურობა, მუსიკის სამყაროში და მოუყვები ესე ბაროკოდან დაწყებული დღევანდელი დღის მუსიკით დამთავრებული და საკმაოდ საინტერესო პროგრამაა თავისი მნიშვნელობით და ეს პროგრამა მინდოდა რომ საქართველოში ჩამომეტანა და გამეკეთებინა აქ ეს კონცერტი და მომეცა ეხა საშუალება და ასე ვთქვათ ერთი ნაწილი კონცერტი თლიანად ეწყნება ამ ყველაფერს, მეორე ნაწილში უკვე მომღერლები შემომიერთდებიან და ასე ვთქვათ აი ეს იქნება. იმის შემდეგი დღეც იქნება ეს თრიაცის ქვეშ ვიოლინოს ხელოვნება, სადაც შესანიშნავი პირველი ვიოლინო ჩვენ ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი ლელა მჭედლიძე წარსდგება მსმენელის წინაშე და ესეთი როგორც ყოველთვის ფესტივალი ჟანრობრივად არ არის შეზღუდული და არის ყოველთვის სხვადასხვა ჟანრები. მაგალითად წინა წლებში განსაკუთრებული მნიშვნელობა კომპოზიტორებს მიენიჭა და ეს მომავალი წლიდან აღდგება, იმიტომ რომ თვითონ ფესტივალი, ეს მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ატარებს ფიზინა კვერნაძის სახელს და აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ თვითონ კომპოზიტორები იყვნენ ჩართული ამ ფესტივალში და მათ მიიღონ მონაწილეობა, მათი მუსიკა აჟღერდეს, ახალი მუსიკა აჟღერდეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის მათთვის. აი ახალი მუსიკა აჟღერდეს, რო თქვენ თქვით და ზოგადად მუსიკის როლზე საუბარი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან კარგი ფრაზა გააჟღერეთ მუსიკაში მოგზაურობა და ზოგადად ეს ფესტივალი რა მიზანს ემსახურება?
რასაკვირველია მუსიკას ერთადერთი რასაც ემსახურება ეს არის ხელოვნება მუსიკა რომელიც აერთიანებს ადამიანებს რომელიც უფრო კეთილშობილებს ხდის და ეს არის ის მოთხოვნილება რის გარეშეც ჩვენ არ შეგვიძლია ადამიანების ყოფა რომ წარმოედგინო მუსიკის გარეშე ეს იქნებოდა ძალიან რთული და მძიმე აქედან გამომდინარე ერთადერთი რასაც ემსახურება არის მუსიკა ეს არის უზენაესი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ვცდილობთ რომ ეს მუსიკა უბრალოდ იყოს იმ ხარისხის და იმ დონის რომელსაც იმსახურებს ქართველი მსმენელი და რომელსაც იმხელა დიდი ისტორია აქვს საქართველოს მუსიკალური რომ მე ვცდილობ რომ მაქსიმალურად იყოს ის დონე და ის თამასა რომელიც არ დაიწიოს და ფესტივალს ყოველთვის კონდეს შენარჩუნებული ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კი ბატონო და ფესტივალი აერთიანებს მრავალ მიმართულებას და ძალიან მნიშვნელოვანია ასევე რომ არაერთი ახალგაზრდა მონაწილეა და აი ამაზეც მინდა რომ აქცენტი გააკეთოთ იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ტალანტებზე ვსაუბრობთ რა თქმა უნდა და მე თანხმობით ალბათ იმაში რომ ასაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თუმცა მსგავსი ფესტივალი სხვადასხვა ასაკის მონაწილეებს აერთიანებს ხო და რასაკვირველია და გითხრათ რომ ფესტივალი ასევე კონკურსაც აერთიანებს ესე იგი 4 წელიწადში ერთხელ კომპოზიტორებისთვის კონკურსიც იმართება ესე იგი უკვე გაისად გვიწევს აი ეს თქვათ თვითონ საკონკურსო წელი და რატომ ეს არის კომპოზიტორებისთვის თვითონ სიმბოლური არის იმიტომ რომ ვინაიდან ფესტივალი ბიძინა კვერნაძის სახელს ატარებს თვითონ სწორედ ასეთი ტიპის კონკურსით მოხვდა თბილისში და ინტერნეტში მან განაგრძო იქ სწავლა ჯერ იყო კონტრაბასზე მე გადავიდა უკვე საკომპოზიციო კათედრაზე და მინდა გითხრათ რომ ეს ნამდვილად სიმბოლური არის რომ მის სახელს ატარებს ფესტივალი კონკურსი რომელიც თვითონ ეძებს ახალ ტალანტებს ახალ კომპოზიტორებს ახალ მუსიკას და ეს უნდა იყოს უწყვეტი განვითარების გზა საქართველოში არასდროს დამთავრდება ნიჭიერი ადამიანები და ნიჭიერი ახალგაზრდები უბრალოდ მათ ჭირდებათ პლატფორმა რომელზეც გამოვლენ და რაღაც პატარა საშუალება იმისი რომ ხელის შეწყობის თვალსაზრისით კონდეთ მათი მუსიკა აჟღერდეს და ეს ბრწყინვალე საშუალებაა ჩემის აზრით აი ამ თვალსაზრისით კი ბატონო რამეს ხომ არ დაამატებდით არაფერს არ დავამატებ გარდა იმისა რომ თავისუფალი არის დასწრება სიღნაღში მე სპეციალურად გავაკეთე ესე რომ მე არ მინდოდა რომ ძალიან ბევრი მსურველი არის წლების განმავლობაში თით არასდროს არ ცხრება ინტერესი მისი მუსიკის მიმართ იმიტომ რომ ეს არის უკვდავი და ეს არის რაღაც განსაკუთრებით შესანიშნავი აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ყავს ბიძინა კვერნაძის მუსიკას და აქეთ მე მინდოდა რომ ეს არ ყოფილიყო შეზღუდული მინდა რომ ყველა ადამიანი ვისაც სურვილი აქვს ვისაც მისი მუსიკა უყვარს მოედანი უხელა არის რომ მე ვფიქრობ რომ ძალიან ბევრი ადამიანს დაიწევს და მინდა რომ ყველა ვისაც აქვს სურვილი ეს სტუმროს რა და არ დაწყდეს გული იმაზე რომ თქვა ყოველთვის რაღაც ბილეთები არ არის მალე მთავრდება და არის ხოლმე ეს რაღაც გაუთავებელი უხერხულობა ასე რომ ახლა ყველა შეუძლია დაესწროს და მიიღოს სიამოვნება 7 საათზე იქნება საზეიმო გახსნა ბიუსტის მას შემდეგ კი კონცერტი მოყვება ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ დიდი მადლობა თქვენ გაგრძელებოდეთ თქვენს ასევე წარმატებებს დროებით სატელეფონო ხაზი იყო ნიკა ნიკვაშვილი პიანისტი ხოლო ჩვენ ვისაუბრეთ ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალზე რომელიც 28 ივნისს სიღნაღში გაიხსნება ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება რადიო მედის დღის არხი აგრძელებს მაუწყებლობას მე კი დროებით დაგემშვიდობებით მადლობა